Აუშენებელი საბავშვო ბაღებისა და სკოლების საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი. ის მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძეა, რომელსაც ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება. საქმე ეხება ტენდერებს და ბიუჯეტიდან გამოყოფილ 9 მილიონ ლარს, რომელიც 30 საბავშვო ბაღის და 4 სკოლის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა. თუმცა შერჩეულმა სამშენებლო კომპანიამ ვალდებულება არც ერთი პროექტის შემთხვევაში შეასრულა. ამის გამო რამდენიმე კვირის წინ დააკავეს კომპანია ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირებიც, რამდენიმე დღის წინ კი მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის და პროექტის მენეჯერები. სამშენებლო კომპანიის ოფიციალური მფლობელი გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდში ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ზარქუასიძე იყო ალექსანდრე ამისულაშვილი. თუმცა მასთან საგამოძიებო უწყებებს პრეტენზიები ჯერჯერობით არ აქვთ, რადგან ამბობენ, რომ დანაშაულის პერიოდში მას მმართველობა უკვე ახალი მფლობელებისთვის ჰქონდა გადაბარებული. ნინი ბალანჩევაძე მუშაობს ამ თემაზე, ის ახლა ფორმულას ეთერს უერთდება. ნინი, იკვეთება თუ არა საქმეში ინფრასტრუქტურის მაშინდელი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის ბრალეულობაც და მივა თუ არა გამოძიება აქამდე. დიახ, სავარაუდოა ის, რომ გამოძიება საბოლოოდ მივა ირაკლი ქარსელაძემდე, რომელიც გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდში იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი და ჩვენ უკვე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებიდან გუშინ მოვისმინეთ განაცხადი, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე არის დაკავებული. ჩვენ ახლა სწორედ ვიმყოფებით ფონდთან, რომელთანაც არის საკმაოდ ბევრი კითხვა, ზოგადად ფონდის მუშაობასთან დაკავშირებით, სატენდერო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით სხვა პირები გამოიკითხნენ თუ არა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც შეეხება დავით ტაბიძეს ფორმულა ამ ინფორმაციას მის დაკავებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ კვირას უყვებოდა მაყურებელს. ჩვენ მასთან ჰქონდა ასევე კომუნიკაცია, დაუკავშირდით და ეს ინფორმაცია იმ დროისთვის არ დადასტურდა, თუმცა დადასტურდა ის, რომ საგამოძიებო უწყება დაინტერესებული იყო როგორც დავით ტაბიძით, ასევე მისი მოადგილით სხვა პირებით, რომლებიც იყვნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და დაიკითხნენ სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით. მაშინ კი დავით ტაბიძემ გითხრა, რომ ის არ ელოდებოდა დაკავებას და უბრალოდ იმყოფებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოკითხვაზე, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ეს ინფორმაცია გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებამ დაადასტურა და საუბარი არის ლაგი კაპიტალის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გაცემულ 11 მილიონ ლარზე, ავანსად გაცემულ დაუსაბუთებელ ფულზე, საიდანაც შპს ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები დაეუფლნენ თაღლითურად 9 მილიონ ლარს და სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით არის დაკავებული დავით ტაბიძეც. გამოძიება მიმდინარეობს ერთმანეთთან დამიდეკეს ერთი თვის წინაც ერთ-ერთმა კორესპონდენტმა, მასაც აუხსენი რომ მიმდინარეობს პროცესი და ჩემგან თუ დაჭირდება კითხვაზე პასუხის გაცემა, მზადვარ მეთქი და გამოძიება მიდის და ამიტომ მე კომენტარი რა გაკეთოთ ხოთი არ ვიცი თქო და არა პროკურორში არ ყოფილა უბრალოდ კითხვები რაც იყო თავის დროზე რაც ჰქონდა შევხვდი ვისაუბრეთ ჩვეულებრივ პროცესი მიდის და გავეც პასუხები და ჩვეულებრივად ეხლა თავისუფლად გადავადგილდები არავითარი დაკავება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატარებს გამოძიებას ამ კაპიტალის საკითხზე კი ბატონო ეს მოხდია ისედაც. ეს იყო დავით ტაბიძის მცირედი კომენტარი ფორმულასთან. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არის მუნიციპალური განვითარების ფონდი და მიუხედავად იმისა, რომ 2023-2024 წელში ეს სატენდერო ხელშეკრულებები არ შესრულდა, ჯერჯერობით გამოძიება მაგალითად არ მისულა ალექსანდრე ამისულაშვილამდე, რომელიც არის ირაკლი ზარქუასიძე და რომელიც 2023 წელს სწორედ ლაგი კაპიტალის 50%-იანი წილის მფლობელი იყო და 2023 წლის სექტემბრამდე იყო ის 50%-იანი წილის მფლობელი. ამ კომპანიამ კი აპრილის თვეში უკვე პირველი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც უნდა განეხორციელებია ბაღების რეაბილიტაცია. ჯამში კი საუბარი არის 30 საბავშვო ბაღზე, ასევე 4 სკოლაზე და სწორედ გამოძიება დაკავებულ პირებს, მათ შორის კომპანიის ორი მფლობელი არის დაკავებული ამ საქმესთან დაკავშირებით, ედავება სწორედ ამ თანხის მითვისებას. საუბარია 9 მილიონ ლარზე და მათ შორის გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებიდან გავიგეთ, რომ დავით ტაბიძის შემთხვევაში ასევე საუბარი არის 1 მილიონი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე. კორუფციის მკვლევრები საუბრობენ, რომ საბოლოოდ სწორედ საქმე მივა ირაკლი ქარსელაძემდე, ვინაიდან ის იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი ამ სადავო პერიოდში და სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არის ეს ფონდი და გარდა ამისა ისინი ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ასევე პასუხისგებაში უნდა მიეცეს ირაკლი ზარქუას ნათესავის სიძე, რომელიც ამ კომპანიასთან იყო დაკავშირებული და შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით საგამოძიებო უწყებების მხრიდან.
ქარსელაძე იყო ადამიანი, რომელიც გარეშეც ფიზიკურად ვერაფერი ვერ მოხდებოდა, ანუ ეს დაკავებული ტაბიძეც ქარსელაძის გარეშე ვერაფერს ვერ წყვეტდა. ანუ საბოლოო თანხები, საბოლოო გადარიცხვები და ყველაფერი იყო ქარსელაძე. ანუ ქარსელაძის გარეშე ვერც ეს საქმე და ვერც წინა ორი საქმე, რომელზეც უკვე დაკავებულები არიან და ჯერ მხოლოდ კომპანიის თანამშრომლები არიან დაკავებულები და არ არიან საჯარო მოხელეები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ხელშეკრულებაზე ხელი აქვთ მოწერილი, მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელი აქვთ მოწერილი, ხოლო რაც შეეხება ზარქუასიძეს, ხო ზარქუასიძეს ჯერ გვერდს მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვერ აუვლიან გვერდს გამომდინარე იქიდან რომ მის დროს გაფორმდა ხელშეკრულებები. მათი ეს გადაწყვეტილებები მინისტრების მოადგილეების და პრემიერ-მინისტრების გარეშე ვერ განხორციელდებოდა, საუბარია მილიონობით ლარზე, რომელსაც ისინი იპარავენ და აუცილებლად პასუხისმგებლობაში მიეცემა ყველა ის პირი, რომელიც იპარავდა მანამდე, დღეს არიან უბრალოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნეები და იპარავენ დღესაც და ხვალ აუცილებლად გახდებიან ისინიც პასუხისმგებლები ამ ყველაფერზე. ახლა საინტერესო არის გამოძიების პერიოდში ვინ გამოიკვეთება კიდევ ამ საქმესთან დაკავშირებით და ვის დააკავებს საგამოძიებო უწყება, მივა თუ არა საბოლოოდ გამოძიება ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრამდე ირაკლი ქარსელაძემდე. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ საქმე ეხება ლაგი კაპიტალს და 11 სატენდერო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უნდა აშენებულიყო 30 ბაღი, უნდა მოხდარიყო მათი რეაბილიტაცია, ასევე 4 სკოლა, თუმცა ეს ყველაფერი არ შესრულდა, სატენდერო პირობები დაირღვა, ავანსად კი აღებული აიღეს ლაგი კაპიტალის მფლობელებმა 9 მილიონი ლარი, რომელსაც ახლა სწორედ გამოძიება ედავება მათ და ასევე საგამოძიებო უწყებაში ამბობენ იმას, რომ მიმდინარეობს სხვა პირებთან დაკავშირებითაც საგამოძიებო პროცესები და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში ასევე სხვა პირებიც გამოიკვეთონ ამ საქმესთან დაკავშირებით.